დიდი მადლობა. საქმე ისაა, რომ ამ რეჟიმმა უკვე მე რამდენად ფუნდამენტურად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ჯერ იყო და 78 მუხლი, რასაც დღემდე პროტესტი ახლავს და ეს პროტესტი არ შეწყდება, იმიტომ რომ 78 მუხლი არის საქართველოს კონსტიტუციის და ქართველი ხალხის უმთავრესი მონაპოვარი ერთ-ერთი. მაგრამ ახლა ისეთ რამეს შეებღაუჭა ივანიშვილ კობახიძის ოცნება, რომ ვფიქრობ, ამას კიდევ უფრო დიდი პროტესტი უნდა მოჰყვეს, იმიტომ რომ საუბარია 21 მუხლზე საქართველოს კონსტიტუციის, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს გვაძლევს სრულ უფლებას, რომ ნებართვის გარეშე შევიკრიბოთ. ანუ ჩვენ ივანიშვილ კობახიძის ოცნება გვეუბნება, რომ გვჭირდება ნებართვა იმისათვის, რომ ვისუნთქოთ. ზუსტად. გესმით? იმათ ეს როგორც ჩანს არ ესმით. დღეს ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატები ცხადყოფს, რომ ეს გზა საქართველოს არა ბრიუსელში და სტრასბურგში, არამედ მხოლოდ მოსკოვში მიიყვანს. ხო, აშხაბადში წყდება ჩვენი ბედიო, გვითხრა კიდევაც ოცნების ერთ-ერთმა სპიკერმა და ამიტომ იქ არის ირაკლი კობახიძე, სადაც წყდება ამ ქვეყნის ბედიო. აი ესეც ძალიან საინტერესოა, თუმცა რახან ახსენეთ ეს დებატები, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს და ძალიან მკაცრი განცხადებები კეთდება და ძალიან სერიოზული გამოხმაურებები აქვს BBC-ს საგამოძიებო ფილმს, იმ ეგრეთ წოდებულ გამოძიებას, რომელიც ჩაატარა ქართულმა ოცნებამ. ტყუილებს, რომელშიც ამხილეს დღეს ქართული ოცნება და კონკრეტულად დარა ხველიძე. აი ეს ყველაფერი რა შედეგს მოიტანს? სადამდე მიიყვანს ქართულ ოცნებას თქვენი აზრით? ჯერ ერთი ვთქვათ უმთავრესი, ეს საიდან მოვიდა ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ყველაფერი კიდევ არ თქვით. ბიძინა ივანიშვილისგან არ მას, ეს არის ჩემი პასუხი. მე უფრო მეც გეტყვით. ეს მოვიდა იქედან, რომ ამ არსით რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა საქართველოში სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის მოსპობა. ეს შესაძლებლობა ჩვენ ქართველ ხალხს აქამდე ავად თუ კარგად, მაგრამ მაინც ჰქონდა. მართალი. ავად ვთქვათ სააკაშვილის დროს, მაგრამ ბოლოს სწორედ არჩევნების გზით წავიდა სააკაშვილი. ხო, იდეალური არჩევნები არ ჩატარებულა, მაგრამ შევარდნაძის დროს, მაგრამ მაინც არჩევნების დროს მანიპულაციების გამო შევარდნაძეს მოუწია გადადგომა. დიახ. ასე რომ ყველამ ასე თუ ისე გაიაზრა, რომ ქართველ ხალხთან არ უნდა ითამაშო სამართლიანობის ცეცხლით, იმიტომ რომ ეს ცეცხლი დაგწვავს. ივანიშვილი და კობახიძე ამას ვერ ხვდებიან. დაწვავს. ნეტა რატომ? რა თქმა უნდა დაწვავს და რატომ როგორ რა არის ამის საფუძველი, როდესაც ამას ამბობთ? ის რაც ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოსთან მიმართებაში, თუ ის რაც ხდება ქვეყნის შიგნით, უწყვეტი პროტესტის 385 დღე და აბსოლუტური შეუგუებლობა აი ამ უკანონო კანონებთან, რომელსაც იღებს და აცხობს უпростоრად ყოველდღიურად ლამის ქართული ოცნება. რამდენიმე მიზეზი აქვს, რაც ჩემი რწმენით უეჭველი ჩამოშლის რეჟიმს, რომელიც უპირისპირდება საკუთარ ხალხს და მის საუკეთესო სურვილს, მის სწრაფებას. რა არის ეს მის სწრაფება? ნორმალურ ქვეყანაში იცხოვროს, ნორმალური სახელმწიფო გქონდეს, სადაც ჩვენ ყოველ ჯერზე თქვენ რომ მომიწვევთ, ან სხვა სტუმრები კი არ ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ გამოვიდეთ ამ თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდან, არამედ ვიმსჯელებთ ეკოლოგიაზე, სოციალურ თემებზე, ასეთ უბედურ სოციალურ თემებზე. თუმცა მაგას უნდა შევეხოთ აუცილებლად იმ საარსებო მინიმუმიდან გამომდინარე. შესაბამისად, ვფიქრობ, უმთავრესი მიზეზი, რაც განაპირობებს იმას, რომ პროტესტი არათუ შენელდება, არამედ უეჭველი გაიზრდება და პროტესტი შობს ძალას, ალტერნატივას, რომელიც დაწვავს ივანიშვილს პოლიტიკურად. მეც ვფიქრობ, რომ ეს ეს მთავარი ამბავი სწორედ ისაა, ხალბატონო ეკა, რომ
წარმოუდგენელი, გაუგონარი უსამართლობაა დათესილი ამ რეჟიმის მიერ. რომ არ ყოფილა არა მხოლოდ საქართველოში, მე პირდაპირ გეტყვით, ასეთი რამ არ უკადრებია არც ერთ, გთხოვთ მიაქციოთ ამას ყურადღება, პოსტსაბჭოთა რეჟიმს საკუთარი ხალხისთვის. ვინმე მეტყვის, იქნებ რუსეთში მაინც ასეა. ლუკაშენკოს რეჟიმი ასევე არის ქიმიური. იმიტომ რომ საქმე ისაა, მე არავის ვაკნინებ, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ არც ერთ სხვას თქვენს მიერ ჩამოთვლილს ასეთი ჟინი საუკუნეების განმავლობაში ასეთი ჟინი, ბრძოლა თავისუფლებისთვის, ნორმალურობისთვის, ევროპულობისთვის არ ქონია. ასეთი ტრადიცია და გამოცდილება არ გააჩნია სხვას. ჩვენ ვართ არსით ევროპული ცივილიზაცია. და ამას 21 საუკუნის დასაწყისში ხაზი გადაუსვა ივანიშვილმა და ახლა უკვე ივანიშვილ-ყობახიძის უბადრუკმა რუსულმა რეჟიმმა. ვინ შეეგუება? არც არავინ, მაგრამ რამდენიც არ უნდა გითხრათ, რომ არ შევეგუებით, თუ აქ ძიმის შემდეგ ერთი მთავარი სათქმელი არ ვთქვით, უნდა გითხრათ, რომ მაშინ დიდხანს მოგვიწევს შეგუება. რა არის ეს სათქმელი? ვთქვი და გავიმეორებ, უნდა შეიქმნას არ ვიტყვი. იმიტომ რომ გამოდის, რომ ვიღაცას ვეუბნები. უნდა შევქმნათ ალტერნატივა. ნამდვილად. აქ და ახლა ეს ალტერნატივა აქ და ახლა არის შესაქმნელი. გეთანხმებით, ალტერნატივა აუცილებელია და მე იმაშიც გეთანხმებით თქვენ, რომ ეს პროტესტი აუცილებლად შობს რაღაც ალტერნატივას და მივალთ მაგ წერტილამდე, დაველოდოთ მოკლედ მოვლენების განვითარებას, ხელები არ უნდა ჩამოუშვათ. ცხადია, მე წეღან ვახსენეთ, თქვენც ახსენეთ და აი ხაზი გადაუსვა საქართველოს ევროპულ მომავალს ქართულმა ოცნებამ. და აი ასეთი რამ გვითხრეს უტიფრად, რომ იქ აშხაბადში იქ არის სადაც საქართველოს ბედი წყდებაო. რატომ უნდა წყდებოდეს საქართველოს ბედი იქ სადაც იყო ირაკლი ყობახიძე და საერთოდ რას აგუებენ, რისთვის იყო განკუთვნილი აი ეს განცხადება, როგორ ფიქრობთ თქვენ? 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ განვაცხადეს საჯაროდ, რომ ოცნება ემზადებოდა ამ ყბადაღებული ნეიტრალიტეტისთვის. ვაი რომ მართლდება ეს პროგნოზი, ნეიტრალიტეტი კლასიკური გაგებით ამათ კი არ უნდათ. რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი ივანიშვილ-ყობახიძის გაგებით? მოდით ესეც ვთქვათ. იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტს გვთავაზობს ეს რეჟიმი. არ დაიჯეროთ, არაფერი მსგავსი, რა თქმა უნდა, აქ არ იქნება. ნეიტრალიტეტი ოცნების ინტერპრეტაციით ნიშნავს იყო რუსულ ორბიტაზე. ნიშნავს კონდეს ავტორიტარიზმი. ნიშნავს მოკლა საქართველოში ნორმალურობის პერსპექტივა. ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აქ ზურგი აქციო განათლებას და განათლებულობას, კულტურას და კულტურულობას, ნორმალურობას ვიმეორებ, რომ იყოს არა სოციალური სახელმწიფო, არამედ კატასტროფული სოციალური უსამართლობა. და არის კიდეც ასეთი უთანასწორობა, როდესაც 10,000-ზე მეტია ოცნების ჩინოვნიკების, ხელფასები და პარლამენტის წევრების, რომლებიც მავნებლობის მეც არაფერს არ აკეთებენ და ამ დროს საარსებო მინიმუმი 255 ლარით არის განსაზღვრული 8 ლარი და 50 თეთრი უნდა იმყოფინოს თურმე ადამიანმა იმისთვის რომ ერთი თვის განმავლობაში და ეს მათ საკმარისად მიაჩნიათ. აი რა ქვია ამას, რას ეუბნებიან მოქალაქეებს, საერთოდ გარეთ როგორ გამოდიან, როგორ არ ცხენიათ, მართლა მიკვირს ხოლმე. რამდენიმე საათის წინ ბერლინიდან მეგობარმა მომწერა ამ თემაზე საუბრობდით, რაც ახლა ხდება და მითხრა, ნეტა ასეთი რა გამაყუჩებელი გაუკეთა ივანიშვილმა ერსო. და მე მას მივწერე, ანესთეზია. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გტკივა გაწუხებს და ვეღარ გძნობ. თორემ პირდაპირ გეტყვით, რომ ყბადაღებულ რევოლუციაზე რომ საუბრობენ მავანი, თუ რამ რევოლუცია უნდა მოხდეს ჩვენ ქვეყანაში, ეს არის სოციალური რევოლუცია. ისეთი გაუსაძლისი უსამართლობა სუფევს თელს ქვეყანაში და მინდა გითხრათ ძვირფასო მოქალაქეებო, ჯერ სად ვართ? ამათ ხელში დღეს რომ გაისამმაგეს დეპუტატებმა, ხელფასი და მინისტრებმა და პენსიას 20 ლარი ემატება, გაიათმაგებენ და ის
დღევანდელი რაღაც შესაძლოა სოციალური შემწეობაც კი სანატრელი გაგვიხდეს. მით უმეტეს, როდესაც მათ თქვეს, რომ გადაიხედება სოციალურად. როცა გადასახადები იზრდება კომუნალური და დენის ტარიფზეც მოგახსენეს, რომ სწორედ გაიზრდება. არაფერს აღარ ვამბობ იმაზე, რა კატასტროფულად იზრდება ფასი ყველაფერზე. ანუ სად ვართ, სად ვცხოვრობთ, ამ დროს გაუგონარი კორუფცია, რომელშიც ჩართულია ქვეყნის პირველი პირი პრემიერი რომ ერქვა, აი ის ადამიანი და დღევანდელი არ ვთქვათ, დღეს ვინ რა დოზითაა ჩართული კორუფციაში. კობახიძე რომ გვიყვება, რომ ჩემი მოსვლისთანავე კორუფცია აღგრძალეო, ეს დავიჯეროთ, რომ შესყიდვები გამჭირვალედ ხდება ახლა ამ მთავრობის პირობებში. დავიჯეროთ, რომ მაგალითად თბილისის 2 მილიარდზე მეტი ბიუჯეტი რომ არის მომავალი წლისთვის, ეს ბიუჯეტი სამართლიანად და შესაბამისად კანონთან შესაბამისად დაიხარჯება. დავიჯეროთ ამ კორუმპირებული მერის პირობებში. დავიჯეროთ, რომ რეგიონებში კორუფცია აღარ გვაქვს და გზა ისე იგება საქართველოში, რომ მეორე წელს მისი რემონტი საჭირო აღარ არის და ასე შემდეგ. კი, ან როგორ უნდა დავიჯეროთ ბატონო არმაზ? ყველაფერი სახეზე. როგორ უნდა დავიჯეროთ, როდესაც ეს ეგრეთ წოდებულ კორუფციასთან ბრძოლა ვითომ წამოიწყეს და სინამდვილეში არავინ არის დასჯილი, მოგეხსენებათ ღარიბაშვილის პროცესი გადადეს, არ ვიცი რისთვის ემზადებიან ახალი ბრალის წარდგენისთვის თუ რისთვის ემზადებიან, ყველაფერი გაიყინა. ეს იყო მართლაც რაღაც აი ილუზორული ბრძოლა, რომელიც ასე უნდოდათ ბოდიში ამ სიტყვისთვის შეესაღებინათ და დაეჯერებინათ მოქალაქეებისთვის, რომ ვითომ კორუფციას ებრძვიან. აი, ნახეთ, ჩვენ მივიღეთ ქვეყანა ამათი მონდომებით, ამათი ძალისხმევით, ამ რეჟიმის ძალისხმევით, სადაც ადამიანს დაჭირდება ექიმი, თუ დაჭირდება ხელოსანი, მანქანის მაგალითად, თუ ნებისმიერი რამ საყოფაცხოვრებო თუ რაღაც მნიშვნელოვანი, ყველგან უნდა ეძებოს ნაცნობი, იმიტომ რომ არსად არაფრის იმედი, არც ერთი სერვისის არ აქვს. იყო განათლების სფეროში ეს მაინც მოწესრიგებული, რომ იცოდა მოქალაქემ, რომ დამსახურების მიხედვით ქულებს მიიღებდა ეროვნულ გამოცდაზე და გახდებოდა სტუდენტი და თუ ღირსეული იყო დაფინანსდებოდა და ახლა ესეც მოკვდა. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მეტად აი ცეცხლივით ეშინია ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმს რის ალტერნატივის იქაც იმ განათლებაში და განათლების მისი სახელმწიფო განათლება, რომელიც იქნება მის მუშტქვეს, მის მუშტში, გესმით? ყველაფერი უნდათ რომ იყოს მათი კონტროლის ქვეშ. მაშინ როცა 2 წლის წინ დეპუტატი პარლამენტში გამოვდიოდი და იმ ვაი პრემიერს და სხვებს ვეუბნებოდი, რომ განათლება შავ დღეშია, განათლების მთავარი ამოცანა რა უნდა იყოს ნორმალურ პირობებში, რომ ორი რამ მოგცეს, ერთი განათლებული ადამიანი, აი ამ ციკლის შედეგად საჯარო და უმაღლესი განათლება რომ ქვია და მეორე შეგნებული მოქალაქე, არც ერთი იქნება და არც მეორე, რა იქნება? თვინიერი, მორჩილი, ვინც აქ უნდა დარჩეს და სხვებს გვეუბნებიან გაეთრიეთ ქვეყნიდან. წადით, ამას გვეუბნებიან და ბოლო კითხვას დაგისვავთ. არმაზ, რა შეიძლება იყოს ის, რაც აი არის მოთხოვნა, ახლაც გაკეთდა გუშინაც, მთელი მოკლედ სულ არის მოთხოვნა, ახალი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე, რომ კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთი გზა ძალიან კონკრეტულად უთხრეს და მკაფიოთ ივანიშვილს არის ახალი არჩევნებიო. ევროკავშირიდან იყო აი ეს განცხადება, ეხლაც გაკეთდა ბევრი განცხადება, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ სულ ცოტა ხანში შემოგვიერთდება გიგი გიგიაძე, მაგრამ აი თქვენ გეკითხებით ახლა, რა არის ის, რაც ივანიშვილს რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიაღებინებს? როგორ ფიქრობთ თქვენ? ჯერ ერთი უნდა ვთქვათ მკაფიოთ, რომ არავით არის ახალი, არამედ მხოლოდ სამართლიანი. ჩაატარებს ივანიშვილი თუ ჩაატარებს თქვათ დაარქმევს ახალს და მამაპაპურად რაც ვერ მიისაკუთრა ყველაფერს ჩაიჯიბავს. იმიტომ რომ უკვე შექმნა სატელიტი პარტიები, რაც კი პარტია იყო რეალური და ოპოზიციური, უნდა გაუქმდეს მისი ვერსიით,
ახლის დაბადებას ის არ სიდეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ეს იქნება მისი რეალური ალტერნატივა, შესაბამისად ის ამ სვლაზე წამსვლელია და არავინ მოიტყუოს თავი არც საქართველოში და არც დასავლეთში, რომ არჩევნების გამოცხადება და დანიშვნა რამეს ნიშნავს. მხოლოდ ცუდს თუ არ იქნება გარანტირებული სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ისე ვერ იქნება ამათ პირობებში გარანტირებული, როგორც ტურას და მელას პირობებში საქათმის სიახლოვეს მავნებლობის არჩადენა. ეს არის შეუთავსებელი, გამოვლენილი, თუ იქ არ დგას შესაბამისი მთავარი, ვინც გარანტიას მოგცემს, რომ ეს ასე არ მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა. ეს გზა შემდეგია, რომ დიდი ხანია არ მithქვამ სხვადასხვა ამ ფორმულის შესახებ და ნებამომეცით გითხრათ და დაგემშვიდობოთ. შევქმნათ მყარი სამკუთხედი საქართველოში. ეს არის აქტიური პროტესტში მყოფი საზოგადოება, რომლის ნაწილი დღეს არის სამაგალითო და დიდებული, მაგრამ არასაკმარისი. მეორე, აქედან და არა მხოლოდ აქედან შექმნილი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა და მესამე, ეს ერთობლიობაში რომ მოგცემს შესაბამის მხარდაჭერას დასავლეთიდან. ეს სამკუთხედი, როგორც ყინულმჭრელი, ისე გაარღვევს ივანიშვილ კობახიძის ამ არმას, კედელს, ბერლინის კედელს.